ის დაიბადა ბრწყინვალე ოჯახში. ოჯახში, რომელსაც ჰქონდა მაღალი ხარისხი არისტოკრატობისა, დადიანობისა და მაღალი კულტურისა. და ამ ოჯახმა განსაზღვრა შალვა დადიანის პროფილიც. ჩვენ შალვა დადიანის სახით ძალიან მნიშვნელოვან ფიგურასთან გვაქვს საქმე, რომელმაც შექმნა კულტურული პორტრეტი თავის საუკუნისა. ეს შესავლისთვის. ახლა დავიწყოთ რით. უჩვეულო მოვლენა იყო შალვა დადიანი იმ ხრივ, რომ ალბათ ერთ-ერთი გამონაკლისია ქართულ წერლობაში, რომელსაც არც სასკოლო და არც საუნივერსიტეტო განათლება არ მიუღია. დედა წულკიძის ასული იყო. მამამისი ცნობილი მოღვაწე ნიკო დადიანი, რომელსაც ჰქონდა განსაკუთრებული პროტესტი რუსული მმართველობის მიმართ და თქვა, გამარუსებელ სკოლაში ჩემ ბიჭს არ შევიყვანო. შალვა დადიანმა, როგორც თვითონ იგონებს, თამაშით ისწავლა ანბანი, წერა-კითხვა, ანგარიშიც. სხვათა შორის ერთი მოულოდნელი და კურიოზული ფაქტიც შეემთხვა. ერთ-ერთ დაწესებულებაში მივიდა და ანკეტა უნდა შეევსო. ეკითხებიან სახელი, გვარი, დაბადების ადგილი, განათლება. შალვა დადიანი გაჩუმდა. მე განათლება არ მიმიხია, უპასუხა. როგორ ბატონო შალვა, არც სკოლა დაგიმთავრებიათ? არა. რა ეკნათ? განათლების გრაფაში ჩაუწერეს მცირედი განათლება. მთელი მისი ოჯახი არ იყო იმისთვის მზად, რომ იგი მსახიობი გამხდარიყო, ან რეჟისორი გამხდარიყო, ან საერთოდ თეატრისთვის მოეკიდა ხელი, მაგრამ როგორც ჩანს, მაინც ყველას კარგად ესმოდა, რაც თქვა ილია ჭავჭავაძემ თავის დროზე თეატრზე, რომ თეატრი არის ის ადგილი, სადაც ქართული ენა ისმის და მოქმედებს. ძალიან ახალგაზრდა იყო ჯერ კიდევ, როდესაც ჩამოაყალიბა მოძრავი დასი, რომელიც შეიძლება შევადაროთ ასე მოხეტიალე დასს. და მოხეტიალე დასი საქართველოში ძალიან ორგანულია, იმიტომ რომ ბერიკები მოხეტიალები იყვნენ. და მას სურდა, რომ ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანების ეს მიეტანა ის სიმართლე, ისიც მას სურდა. მას უნდა მიეტანა სინათლე, მას უნდა მიეტანა სოფლიო დონის დრამატურგია, დაწყებული ბაქოდან, იმიტომ რომ ბაქოშიაც გამოდიოდა და დამთავრებული საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში. ეს იყო ნამდვილად საგანმანათლებლო მუშაობა. 1908 წელს მან ბათუმში დაარსა ეგრეთ წოდებული მოგზაური დასი. ეს თავის დროს ძალიან პროგრესული მოვლენა იყო. დღეს შეიძლება ხა ამ ჩვენი გადასახედიდან ისე არ აღიქვება, მაგრამ წარმოიდგინეთ მაშინ როცა საქართველოში წერა-კითხვის ცოდნის პრობლემაა, როცა თეატრები არ არის ყველგან, ხო? აი ეს დასი მიდიოდა ყველაზე ისეთ მიყრუებულ სოფლებშიც კი საქართველოს სხვადასხვა მხარეში და სპექტაკლებს თამაშობდნენ. აქ იყო ქართული ნაწარმოებებიც, უცხოური კლასიკაც და ეს რაღაც საგანმანათლებლო მნიშვნელობაც ჰქონდა ამას და ის სწორედ დადიანი იყო მოძრავი მოგზაურ დასს ეძახდნენ. ის ავტორი, შემქმნელი და თვითონ მისი მეუღლე ელო ანდრონიკაშვილი, რომელიც ასევე მსახიობი გახლდათ და თეატრალური მოღვაწე.
გადავავლებთ თვალს ქართული თეატრის ისტორიას, ალბათ ძალიან გაგვიჭირდება მოვიძიოთ მეორე ისეთი მოღვაწე ამ სიტყვის მართლაც ძალიან ფართო და მაღალი გაგებით, როგორც იყო ბატონი შალვა დადიანი. ბატონი შალვა დადიანი იყო მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე და აი ამ საზოგადოებრივ მოღვაწეობაში მას არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე აქვს ნაკეთები. მე დღეს წარმოვადგენ მოზარდ მაყურებელთა თეატრს, მოზარდ მაყურებელთა თეატრის ხელმძღვანელი ვარ. ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ სწორედ შალვა დადიანი და მისი არაჩვეულებრივი მეუღლე ანდრონიკაშვილი იყვნენ სწორედ საწყისებში წინა საუკუნის 20-იან წლებში, როდესაც დაიწყო მოძრაობა საბავშვო თეატრის დაარსებისა საქართველოში. მე-20 საუკუნის შუა ხანებში საქართველოში ხშირად იყო საუბარი ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით. თბილისში ჩამოსული იყო რაც რუსი მოღვაწე. სუფრა გაიმართა და ამ სუფრას რასაკვირია თამადა იყო შალვა დადიანი. საერთოდ იყო უებარი თამადა, როგორც წერენ. და შალვა დადიანმა თქვა ამ სტუმარს უთხრა ძალიან შეამკო, ძალიან ღირსეულად წარმოაჩინა, ძალიან კარგად. იმდენად რომ თვითონ ამ კაცმა თქვა რომ არა ბატონო მე ასეთი არა ვარ ასეთი. შალვა დადიანმა უპასუხა, ძალიან მომწონს პასუხი. მე თქვენ გადაგზელებთ არა ისეთ როგორიც ხართ, არამედ ისეთ როგორიც მინდა იყოთ. აი და თქვენ უნდა იყოთ ისეთი როგორიც მე ვთქვი. ხა რატომ მოვყევი ეს ამბავი? უებარი თამადა იყო. უებარი მოღვაწე იყო. კაცმა რომელმაც საქართველოში შექმნა ძალიან ბევრი რამ. დაარსა ჟურნალი, დაარსა და რაც თავარი ამ მსახიობთა ამხანაგობა და აი დღეს რომ თეატრალური საზოგადოება არსებობს. თეატრალური საზოგადოება არის შალვა დადიანის შექმნილი და მან მთელი 10 წელი იყო თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე. – 1892 წელს გამოვიდა ლექსების კრებული სახელწოდებით ნაპერწკალი. ნაწერი ქუჯისა. ქუჯის ფსევდონიმით შემოდის შალვა დადიანი ქართულ მწერლობაში. ძალიან საინტერესოა თანაც პოეზიით. თუ ზოგადად პოეტი ერთი ლექსით რჩება, ჩავთვალოთ, რომ შალვა დადიანი როგორც პოეტი იმ ერთი ლექსით დარჩა, რომელიც ასე ცნობილია დღესაც კი ქართული კულტურული ცხოვრებისთვის. ეს არის მხოლოდ შენ ერთს. 1914 წელს ქუთაისის ერთ-ერთ რესტორანში შეკრებილი იყო ძალიან ბევრი ადამიანი, ბუნებრივია მოგეხსენებათ ახლა რომ ქუთაისი ფრონტის განაპირა ქალაქი იყო და აქ იყო ძალიან ბევრი რუსი ოფიცრობა, რუსი სამხედროები, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც თქვა დაჭრილი იყვნენ, აქ კუნალობდნენ, მაგრამ საბრძოლოდ წყობაში არ იყვნენ და აქ იყვნენ აი ამ რესტორანში. ერთ-ერთ რუს გენერალს მოუთხოვია, რომ ანტანტის სახელმწიფოების ჰიმნები დაეკრა და დაუკრიათ
რუსეთის პირველ რიგში ბოჟე ცარიახნანი, ამის შემდეგ გადასულან ინგლისის, ამის შემდეგ საფრანგეთის და ვიღაც ერთ ქართველს დაუძახინია, რომ საქართველოს ჰიმნის უნდა დაუკრათო ახლავ ამ რესტორანშიო და ბუნებრივია საქართველოს ამ დროს დამყრობილი ქვეყანაა, ჰიმნი არ აქვს, მაგრამ რა ჰიმნი უნდა დაუკრას, არ დაიბნენ ქუთაისელი მუსიკის შემსრულებელი და სწორედ შალვა დადიანის მხოლოდ შენვერთ შეასრულეს როგორც საქართველოს ჰიმნი. ძალიან კარგი დიპლომატი იყო და ის კარგად იცოდა როგორ უნდა შეგუებოდა სიტუაციას მათ შორის კომუნისტებს და ამიტომაც აი თქვა დაწერდა კაკალგუში, ნაპერწკლიდან, მაგრამ ამავე დროს შეძლო აი ეს ორი პიესა რომელიც დაწერა. ეს არის გუშინდელნი, ხო? და ეს არის თეთრტულდი. ამ ორი პიესით მან მართლაც ძეგლი დაიდგა. აი მოდი თეთრტულდში ვნახოთ რა სიტუაცია. ერთი შეხედვით ისე ჩანს თითქოს მან დაწერა პიესა იმის შესახებ თუ როგორ ცდილობენ ბოლშევიკები და მათი პატარა ანასხლეტები ასე ვთქვათ კომსომოლები როგორც მაშინ მოძახოდნენ როგორ ცდილობენ წაბილწონ ყველანაირი სიკეთე. იქ არის სცენა რომელიც შემდეგ ძალიან კარგად გამოიყენა სანდრო ახმეტელმა, როცა აჩვენა როგორ თელავენ თეთრტულს, როგორ უვლიან დავლურს, ასე ვთქვათ, თეთრტულდის საფლავზე. და თეთრტულდი კიდევ ერთხელ ეს არის სიწმინდე, რომლის შებილწვა არ შეიძლება. და მან ეს აი ესე რაღაცა მისთვის დამახასიათებელი დიპლომატიურობით აჩვენა. უბრალოდ სანდრო ახმეტელი ისეთი ხისტი კაცი იყო, რომ ეს უფრო მეტად გამოავლინა და აჩვენა. მან ძალიან კარგად იცის სცენა. ამიტომ მისი პიესები ისეა დაწერილი, რომ რეჟისორისთვის სახი ხო, ცოდნით არის, იცის, იმიტომ თვითონ მსახიობი იყო. ნუ რა თქმა უნდა, ხა ჩემთვის მე პირადად გამოვარჩევდი მისი პიესებიდან გუშინდელნი, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას და დღესაც იდგმება. იმდენად მარადიული თემა არის. იმდენად აი ჩვენი აი დღესაც კი ეს რაღაცნაირი ხასიათი ჩვენში არსებული ეს მანკიერით, რომ სულ რაღაც ველოდებით, რომ ვიღაც მოვა მესია და ის გვიხსნის. იქნება ეს ჩვენი თუ განსაკუთრებით უცხოელი უნდა იყოს ეს. ხო და მისი იმედი გვაქვს, რომ მე ჩვენ თვითონ არა ხელს არ გავანძრევთ, ველოდებით, რომ ის მოვა და ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ეს არის ერთმანეთს ჭამთ. აი ეს არის პიესაში ბრწყინვალედ იქ. მამასახლის ებრძვის მეორე, იმიტომ იმას უნდა მამასახლისობა, ნუ როგორც არის, კამი ყველას უნდა საქართველოში. და ამდენად ძალიან აქტუალური პიესა, ხასიათებია ისე ცოცხლად, კარგად დაწერილი, რომ მსახიობებს უყვართ ამ როლების თამაში. და ტიპაჟებია პირდაპირ შექმნილი. Вот. А что же я? А? Счастье ты мое! Края ты моя! გუშინდელნი. რა პიესა არის? არის თავისი შინაარსით შემაძრწუნებელი პიესა. იმიტომ რომ აქ არის ამბავი მის შესახებ, რომ სოფელში სადაც უნდა ჩამოვიდეს ახალი ნაჩელი უფროსი, მაზრის უფროსი, არ არის სკოლა და არც არავის არ აინტერესებს რომ იყოს სკოლა. არ არის გზა და არც არავის არ აინტერესებს რომ იყოს გზა და არავინ არ უვლის წარსულს. იმიტომ რომ ყველა მხოლოდ თავის თავზე არის გადაგებული და ამ დროს მოდის მაზრის ახალი უფროსი, რომელიც სხვათა შორის ივანოვი კი არ არის გვარად, მაგრამ გრენგოლმია და გაიგე ახლა შენ რომელი ერის წარმომადგენელია. ანუ შალვა დადიანმა გითხრა რომ შეიძლება ივანოვი არ იყოს, მაგრამ იქნება ვიღაცა ის, რომელიც შეიძლება იყოს ამერიკიდან, ავსტრალიიდან, აფრიკიდან. ყველა
ის, ვისაც საქართველოს ქართველების გარეშე უნდა. თემურ ჩხიძემ დადგა ეს სპექტაკლი, როცა ფეფარდა იხსნებოდა და შენ თვალწინ იშლებოდა ნასუფრალი და თქონდა განსა რომ ეს ნასუფრალი კი არ არის, ეს არის ყოფილი ქვეყანა. და გრენგოლმი ასპარეზად იყო ეს მაგი და ნასუფრალი, სადაც იგი ფეხით დადიოდა, თელავდა ყველაფერს, სადაც იგი აუპატიურებდა ფაციას და სადაც იგი როცა დგებოდა და დადიოდა ასწავლიდა ქართველებს ჭკუას როგორ უნდა იცხოვრონ შემდეგში. ისე როგორც ყველა გვასწავლის დღესაც. ის იყო გამორჩეული გარეგნობის, ხმის, დახვეწილი გემოვნების, სტილის პატრონი და ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ დასმული იყო ერთადერთი ნიშნით, მაღალი არტისტიზმით. ეს ამკობდა შალვა დადიანის ცხოვრებას და ეს გაჰყვა სიცოცხლის ბოლომდე მას. შალვა დადიანი ყოველთვის იყო ერთგვარი ხიდი რამდენიმე თაობას შორის, ის აკავშირებდა ძველ და ახალ თაობებს და მე მახსენდება მისი ბიოგრაფიიდან ერთ-ერთი ნაწილი, როცა თავად იხსენებდა, რომ კითხეს რომ ბატონო შალვა როგორ მიაღწიეთ ამდენს და ბატონმა შალვამ თქვა რომ ეს მე არა მხოლოდ ჩემი დამსახურება, არამედ მე ისეთი გვარი მქონდა და ისეთ ოჯახში გავიზარდა რომ ეს თვითონ მოითხოვდა ჩემი გვარი და ჩემი წინაპრები რომ ასეთ საქმე შევჭდებოდიო და მართლაც დიდი ღვაწლი აქვს შალვა დადიანს თუ დრამატურგიაში თუ მწერლობაში. ჩვენ რომ შალვა დადიანის შემოქმედებიდან ამოვკრივოთ ის პროლეტარიალური საბჭოური მენტალიტეტით გაჯერებული წინადადებები, იდეები, ჩვენ შეგვრჩება ძალიან საინტერესო ნაშრომები, ძალიან საინტერესო ლიტერატურა და ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ იმ პერიოდში საჭირო იყო რომ შალვას ეს დაეწერა, ეს გაეკეთებინა, იმიტომ რომ სხვანაირად ის ვერ გახდებოდა ის, ვინც ჩვენ ვიცით დღეს, ხომ? ვერ გახდებოდა ისეთი ცნობილი დრამატურგი, ვერ გახდებოდა ისეთი ცნობილი პიროვნება. და ნუ რასაკვირველია, ნუ სამშობლოსთვის ძალიან დიდი გააკეთა, არა მარტო სამშობლოსთვის, რასაკვირველია ქართული თეატრისთვის, ქართული ლიტერატურისთვის ძალიან დიდი მემკვიდრეობა დატოვა, რომელსაც ვფიქრობ, რომ სჭირდება პატრონობა. ის აკეთებდა ინსცენირებებს. და არა ერთი ამის ინიციატორი იყო, თქვათ ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების მიხედვით, ეგნატე ნინოშვილის, დავით კლდიაშვილის და იწერებოდა სხვა და თვითონაც აკეთებდა სხვებიც, მაგრამ აი ერთ-ერთი მთავარი ასე ვთქვათ ინიციატორი და იდეის ავტორი იყო დადიანი. ამასაც ჰქონდა გარკვეული საგანმანათლებლო მნიშვნელობა, ხო? ასე შეიქმნა შემოდგომის აზნაურები კლდიაშვილის ნაწარმოებების მიხედვით, ჩატეხილი ხიდი ილია ჭავჭავაძის მიხედვით, ეგნატე ნინოშვილის ნინოშვილის გურია და აი ესე ცოცხლდებოდნენ ლიტერატურული პერსონაჟები, აი კლასიკური მაგალითად ილია ჭავჭავაძის კაცი ადამიანი, ხო, ლუარსაბი სერგო ვასო გოძიაშვილის შესრულებით ეს გახდა ნუ რაღაცა ფანტასტიკური, მე მგონი ლიტერატურული ნაწარმოები სხვანაირად ვეღარ წარმოედგინათ, როგორც ვასო მითამაშა. შედალოცილოშინა. რადგან ერჩქვის არამაძლევა. მიბრძანე და აგი გიახელ ტელეც, ჰა? 12 ავაზიანი სხვარი დაგიკავ. ორი აბაჟი მინდა სხონცელი დაგინ. ვედი რამგორად. ეს ყველაფერი იცი და რაინც ჩემი ძმის მომხრე ხალხის მის მომხრე. აშ
შალვა დადიანი ბუნებრივია, ამ ხინის მოყვარულიც იყო, კიდეც ლაღობდა, კიდეც ქეიფობდა, თამადობაც, თუნდაც ის ფაქტი თვითონ რომ აქვს აქ წერილო, მას ემართა არონ ელიგულაშვილის, ქუთაისელი ებრაელის 100 სიმანეთი და ამისთვის მან სიკვდილის სცენა გაითამაშა, ჩაწვა კუბოში ლომთაძესთან მივიდნენ, ინათხოვრეს ეს კუბო, გადაიღეს სურათი, მერე მისი მეგობრები მივიდნენ არონ ელიგულაშვილთან, ატირეს არონ ელიგულაშვილი, რომ ასეთი საოცარი ვაჟკაცი დაგვეყობა და ასე შემდეგ და ბუნებრივია არონმა თქვა, რომ ახლა რა ფულზეა ლაპარაკი, როცა ასეთი ადამიანი წავიდა იმ ქვეყანაზეო და მერე როცა გაიგო ძალიან მხიარულად შეხვდა ამ ამბავს. თვალითა ძალიან კარგები იყვნენ, ისეთი ლამაზები, ისეთი მოსულები, ისეთი მუშვენივრები, ისეთი თანცერცეთიანი და თვალწარმცამცამნიანი, რომ შახედავდით და გესიამებოდა. გარეგნობა აქ ისეთი იმპოზანტური, სხვათა შორის უნდა გითხრათ, არ ვიცი რამდენად მართალი ასეთი ლეგენდა გამიგია, რომ აი, როდესაც რობერტ სტურუამ 1968 წელს დადგა თავისი გახმაურებული ხანუმა, ცაგარელის ხანუმა რუსთაველის თეატრში ეროსი თამაშობდა თავად ვანო ფანტიაშვილი და გრიმი იერი როგორც ამბობენ აქ შალვა დადიანის არა ის პარიკიც თმები და მეტყველების მანერაც ქართულ რუსულად ლაპარაკობდა თურმე და აი ეს ასე ამბობენ რომ აი როცა მსახიობი რაღაც სახეს ქმნის ხო პერსონაჟს რაღაცას ეყრდნობა ხო იღებს რაღაც და აი შალვა დადიანის ფიგურა არისო ერთხელ მე ამბობ ქალბატონ ნათელა ურუშაძე, რომ რაღაცა ძალიან სერიოზული პრობლემა იდგა თეატრალური საზოგადოების წინაშე და თხოვეს რომ მოვიწიოთ დიდი შეკრება. მოიწვიეს დიდი შეკრება და ახლო 4 საათის მანძილზე ხანჯლების ტრიალი, კბილთა ღრჯენა და შუბშერის შუბების მტრევა იყო თეატრალურ საზოგადოებაში. 4 საათის მანძილზე ხმა არ ამოღია ბატონ შალვას თურმე. დრო და დრო ისეთი შთაბეჭდილება იყო, რომ იძინებდა. მაგრამ მართლა დარწმუნებულიო ქალბატონ ნათელა მითხრა, რომ არ იძინა. ყველაფერი კარგად ესმოდა. 4 საათის შემდეგ როდესაც უკვე ესენი დაიღალნენ და ხმას ამოღების დავერქო და ესე გაახილა თვალი და იკითხა მორჩით ლაპარაკ მორჩით ყველაფერს ყველაფერი მაშინ წაბზადეთ ნამდვილი გენიოსის აი ყველაფერი რაც კი 1000 წლების თუ 100 წლების მანძილზე ქართულ თავადაზნაურობას დაუგროვებია ამ კაცში იყო და იმიტომ იყო ასეთი მომხიბლელი მისი შემოქმედება მისი ცხოვრება მისი გარეგნობა საერთოდ ყველაფერი თანამედროვეობას ის ცოტა კრიტიკულად აფასებდა და ცოტა კი საკმაოდ ამაცრახებდა. საკმაოდ კარგად ამაცრახებდა და მიიჩნევდა რომ თანამედროვეობაში საბჭოთა სინამდვილეში ბევრი არ იყო რიგზე. და ამიტომ მისი გაყენწლა, მისი გამაცრახება ყოველთვის იწვევდა ძალიან მკვეთ რეაქციას. მაგრამ შალვა დადიანი იყო და ვერაფერს ვერ კაძებდნენ ვერაფერს. განმეორებელი პიროვნება იყო, განმეორებელი, დიდებული. შალვა დადიანი ასხივებდა განსაკუთრებულ შინაგან თავისუფლებას. იმას, რაც ასე იშვიათი იყო იმ დროში და დიდი დეფიციტია დღესაც. თვითონ წერდა კიდეც. მე ისეთი კაცი ვარ, რომ წერნობა და მწერალი თუ ვარ არ მეტყობაო, განსაკუთრებით მაშინ ჩოხას თუ ჩავიცვამ. კაბინეტური, იერი და ელფერი არ დამკრავსო. ეს იყო მისი შინაგანი თავისუფლების, მისი მაღალი არისტოკრატიზმის ბრწყინვალე გამოხატულება. ასე იცხოვრა შალვა დადიანმა, იცხოვრა თეატრისა და მწერლობის დიდი სიყვარულითა და ერთგულებით. იცხოვრა არტისტული ბოჰემით და რაც მთავარია, სამშობლოს უანგარო სიყვარულით, ასე ემსახურა ის თავის ხალხს, თავის მწერლობას და თავის სათაყვანო ქართულ დრამატულ
თეატრს.